ისევ როგორც მრავალი ვეშაპი, დელფინები და კაშალოტები, სასუნთქი გზებიდან ჰაერის გამოსვლისას წარმოქმნილი სწრაფი წკაპონის მეშვეობით ურთიერთობენ. ასევე წკაპონი გამოიყენება როგორც ეკოლოკაციის სახეობა, რაც მსხვერპლის მიკვლევაში ეხმარება. მეცნიერები მრავალი წელი წარუმატებლად ცდილობდნენ გაგებას იმისა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ხმა. ახალი კვლევა შესაძლოა პირველად წარმოაჩენს წკაპონის კრებულის არსებობას, რომელიც მეცნიერების მოსაზრებით კაშალოტის ფონეტიკურ ანბანს შეადგენს. კაშალოტის გამოცემული ხმების მონაცემთა საცავის შექმნა დავიწყეთ. ხმას კაშალოტზე განთავსებული სენსორის მეშვეობით ვიწერთ. მათ შორის ჰიდროფონები, კამერები და სენსორები, რომელიც ადგენს სიღრმეს, სადაც ცხოველი არის. ავაგროვეთ მონაცემები და განვიხილეთ. ამას გარდა მანქანური სწავლების ტექნოლოგიით სასარგებლო მონაცემების რაოდენობა გავზარდეთ, რომლის ამოკითხვაც შეიძლებოდა მონაცემებში, რაც გუნდს ძლიერ დაეხმარა. მეცნიერებმა 8700-მდე ხმის მონაკვეთი განიხილეს. ამტკიცებენ, რომ 4 ძირითადი შემადგენელი იპოვეს, რომელიც მათი მოსაზრებით შეადგენს ფონეტიკურ ანბანს. აღმოვაჩინეთ, რომ ვეშაპებს შორის ურთიერთობა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მანამდე მიიჩნეოდა. მანქანური სწავლებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ როგორ იქნება განლაგებული ხმოვანი თანმიმდევრობა ურთიერთობის რიგში. ანუ თუ გააქვს 5 კოდი, მაშინ ალგორითმს მაღალი სიზუსტით შეუძლია ივარაუდოს, თუ რომელი კოდი იქნება შემდეგი. რაც უჩვეულოა, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ ამ ნაკრების მეშვეობით მონაცემები გადაიცემა. მილიონობით და შესაძლოა მილიარდობით ხმოვანი თანმიმდევრობა იქნება საჭირო, რათა საკმარისი მონაცემები აგროვდეს და გაარკვიონ, თუ რას ლაპარაკობენ კაშალოტები და ვეშაპები. მეცნიერების მოსაზრებით, ხელოვნურ ინტელექტს ანალიზის დაჩქარება შეუძლია. კაშალოტს პლანეტაზე ყველაზე დიდი ტვინი აქვს. ადამიანის ტვინზე 6-ჯერ უფრო დიდი. ეს ძუძუმწოვრები 10 ერთეულისგან შემდგარი მატრიარქალური ჯგუფებით ბინადრობს და კალმარებზე ნადირობს. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი კაშალოტს მოწყვლად სახეობას მიაკუთვნებს.